გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით მუხად გვერდის სასაფლაოდან. რაც პირველი ვიდეო დავდე, მას შემდეგ ვინც კი ხვდებოდა, ყველა მეუბნებოდა, რომ ესეთი კონტენტი გადამეღო და იქნებოდა ძალიან საინტერესო. შესაბამისად, მეც ამოვედი, შევარჩიე რამდენიმე ესე შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ რამდენიმე საფლავი და ვაპირებ რომ გავასუფთავო. თავიდან სანამ ამოვიდოდი, რა თქმა უნდა, რაღაც გონებაში მქონდა ვიდეოს ხასიათი დალაგებული თავში, რა უნდა მელაპარაკარეები უნდა გადაგვეღო, მაგრამ ისეთი გარემო არის, ბუნებრივია სასაფლაოზე როგორი გარემოც იქნება, მაგრამ იმდენი მიტოვებული სასაფლაო ნახეთ, რომ რაღაც სხვანაირი ემოციები წამოვიდა. შესაბამისად, ნახოთ როგორი ვიდეო გამოვა, კომენტარებში დამიწერეთ, მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, რა შეიძლება რომ შევცვალოთ. ასევე დღეს თბილისში ვართ, მუხად გვერდის სასაფლაოა, თუ სადმე სხვაგან არის ისეთი ისტორიული საფლავი, ვინმე ისეთი ადამიანის, რომელიც გულით წყდებათ, რომ ესეთ მდგომარეობაშია, ეგეც დააკომენტარეთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ, მოვალ, ნახავ და შეიძლება თქვენი კომენტარის შედეგად რაღაც კარგი საქმე გავაკეთოთ. ერთად, რა თქმა უნდა. ახლა გამოვიცვლი, დაგათვალიერებინებთ, რის გაკეთებას ვაპირებთ და შემდეგ შევუდგებით საქმეს. გამოვიცვალე, მოამზადე ხელთათმანები და სათვალე, უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი, ამას ალბათ ვიტყვი ყველა ვიდეოში, იმიტომ რომ როგორღაც მივეჩვიოთ ქართველებიც, რომ ეს ელემენტარული ნორმები მაინც დავიცვათ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის, ვისაც თვალში მოხვედრია კენჭი, ხელი გაუჭრია და ასე შემდეგ. და როცა შეიძლება რომ კომფორტულად და უსაფრთხოდ ვიმუშაოთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? ახლა შეგახედებთ უცბად, რის დასუფთავებას ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება, რომ სასაფლაოს ქვები და წარწერები გამოვაჩინო. უბრალოდ გვერდიდან გაჩვენებთ რა მდგომარეობაში. აი, ალბათ რაღაც წლებია არავინ მოსულა. ხო, მნიშვნელოვანი რაც არის, რომ რა თქმა უნდა, ცუდია და სამწუხაროა ესეთ დღეში რო არის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამის უკან რა ისტორია არის, შესაბამისად, ჯობია რომ არ გავსაჯოთ არავინ. რა, თუ შეგვიძლია რომ კაი რაღაც გავაკეთოთ, თუ არა და არც ცუდია რომ თქვათ, რომ აი რატო ქნეს ასე და ესეთ დღეში როგორ მიიყვანეს, არ ვიცით. ყველას შეიძლება რაღაც ისტორია კონდეს, რომელთაც აიხსნება ესეთი მდგომარეობა. ასე რომ ვეცადოთ, რომ უბრალოდ უკეთესი დავტოვოთ, ვიდრე მოვედით. ხო, აი, ვაპირებ, რომ ეს ერთი გავასუფთავო, შემდეგ იქით უფრო ცუდ მდგომარეობაშია, აი უკანასაც ხედავთ, იქით ბუჩქებია და სასაფლაოები არ არის. ხო, ესეთ მდგომარეობაში. რასაც მოვასწრებ, დღეს ვაპირებ, რომ შეიძლება თუ უცბად გავასუფთავებთ, მაშინ შემდეგ სხვაგან წავალთ და სხვასაც ვნახავთ და გავასუფთავებთ, თუ არა და ეს იქნება დღევანდელი სამუშაო. ახლა დავიწყებ აქ შესასვლელის გასუფთავებით და შემდეგ უკვე უშუალოდ გადავალ სასაფლაოებს. არხი გამოიწერეთ, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ. ძალიან ბევრი ნახვები აქვს, არ ველოდი, ძალიან ბევრი კომენტარები აქვს, კარგი, რასაც ასევე არ ველოდი, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით. ეს საქმე, რასაც ვაკეთებ, არ იქნებოდა თქვენ გარეშე. შესაბამისად, როდესაც ამ ვიდეოებს უყურებთ, არხს იწერთ და აკომენტარებთ, ჩათვალეთ, რომ უდიდესი წვლილი შეგაქვთ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი უყურებს და გამოიწერს, მე უფრო დიდი мотиваცია მექნება და უფრო უკეთეს და უკეთეს საქმეებს გავაკეთებთ. ასე რომ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა და რა ვიცი, ძალიან მაბედნიერებს თითოეული თქვენი კომენტარი. მადლობა დიდი. ეხლა ჩავიცვათ ხელთათმანები და შევუდგეთ საქმეს.
საფლავამდე გზა გავითავისუფლე. უკვე შემიძლია რომ შიგნით შევიდე და ეს დიდი ეკალბარდები მოუჭრა და გამოვიტანო. შემდეგ გარედან ვაპირებ რომ გავასუფთავო და შიგნითაც ბალახს მოვთიბო. რისი თქმაც დამოვიწყდა არის ის რომ ამ რაზეც გული დამწყდა ყველაზე მეტად იყო ის რომ სხვა საფლავზე მოჭრილი ეკლები არის დაყრილი მეორე საფლავზე, სადაც ალბათ დიდხანს არ მოუვლია არავის. მე ისე გამზარდეს რომ არათუ სხვის საფლავზე, არამედ საფლავის გვერდზეც არ ვყრიდით ხოლმე ჩვენ მოჭრილ ბალახს და არ ვიცი, აი როგორ შეიძლება რომ მე ახლა ეს მოვჭრა და აი მეორე სასაფლაოზე გადავაგდო, არ ვიცი. ნამდვილად არ მესმის ეგ, მაგრამ ნუ ყველაფერი ხდება. კაი, ახლა ცელით მიჭირს ამისი მოჭრა, იმიტომ რომ რაღაც გადაწვენილი ბუჩქები არის და რაღაც ვერ ჭრის კარგად და ვეცდები რომ ახლა ნაჯახით მოვჭრა ეს დიდი მსხვილი ტოტები რაც არის და შემდეგ უკვე დანარჩენი გავაგრძელო სათიბელად. ისევ სათიბელი ჯობია, სადაც თორე ძალიან ეკლიანია და ძალიან ვიკაწრები. ესე იგი, სათიბელას შეუცვალე თავი. ეხლა თოკი დავაყენე. ამას რო ამოვასუფთავებ, შემდეგ ირგვლივ ავთიბავ. ამით წესით ეყოფა, იმიტომ რომ მარტივი ბალახია, წესით თუ რამე ისეთ სურპრიზი არ დაგხვდა. შემდეგ ვაპირებ რომ ამის უკან ეს ბალახი მოვთიბო, გავასუფთავო და აი იმის მიხედვით რო როგორ დაგვრჩება, შემდეგ გადავალთ უკვე გვერდითაზე. მე უფრო მარტივი მეგონა, მაგრამ აი რომ ყოველთვის როდესაც მივდივარ, მგონია რომ ძალიან უცბად შევხედავ ხოლმე ამას ვიზავ და ისე იწელება დრო და ისეთი სირთულეები ხდება ხოლმე, რასაც არ ელია. ასე რომ ნუ ნელ-ნელა ვისწავლი იმას, რომ რაღაც ადვილი მოლოდინები არ შევიქმნა ხოლმე.
თოკი მოძრა, როგორც ყოველთვის. ვიღაცამ დამიწერა, რომ ტროსები დააყენეო. დღეს ტროსი არ მაქვს, მაგრამ ერთხელ აუცილებლად ვწდივი, რომ ტროსიც დავაყენე. მაგრამ ვაი და ტროსი გაძრეს მერე მომხვდეს შარში ვარ, იმიტომ რომ ხშირად მხვდება ხოლმე და პატარ-პატარა ჩალურჯებები მაქვს ხოლმე. ესე იგი, ეს საფლავი. მოკლედ ეს ორი შეძლებისაგვარად გავასუფთავე. ეხლა მზე ჩადის უკვე. შესაბამისად, იქითა კუთხეს გავთიბა უცბად და ალბათ დღეისათვის ეგ იქნება, იმიტომ რომ ღამე უკვე ღამე სასაფლაოზე უკვე სხვა იუთუბერების კონტენტი არის და შესაბამისად ხო, აი, რასაც ვამბობდი წეღან. აი შეხედეთ. ეს ვიღაცამ მოჭრა. დააგდო ამ საფლავზე. ესეც. აი, უყურეთ. აი. ეს არის ვიღაცის მოჭრილი. თავის საფლავი ალბათ გაასუფთავა და გადმოყარა სხვისაზე. არ ვიცი, როგორ შეიძლება, მე არ ვიცი. გავედით ბოლოში დღეს, ცხენებიც მოვიდნენ, რომ რაშვრებით აღარ მიდიხართო და ეხლა გაჩვენებთ, როგორი გამოვიდა. და შემდეგ უკვე წავალთ სახლში. დავასრულე დღევანდელი დღე. რისი მოსწრებაც მინდოდა. ვერ მოვასწარი ყველაფერი, თუმცა მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. რაღაც პრობლემა იჩინა თავი, ასევე ვინაიდან საფლავებთან მუშაობთ, შედარებით ისე ნაზად და ისე აკურატულად გინდა რომ გააკეთო, რომ რაღაც არ გააფუჭო და ეს რა თქმა უნდა მეტ დროს მოითხოვს. თუ მოგეწონათ მსგავსი შინაარსის კონტენტი, დამიწერეთ კომენტარებში, რომ კიდე გავაგრძელო ამის კეთება თუ არ გავაგრძელო. რა თქმა უნდა, სახლებს ისევ დაუბრუნდები, თუმცა ორივე შეიძლება რომ პერიოდულად ხან ის გავაკეთო, ხან ეს. შედეგს ალბათ ხედავთ, რა გამოვიდა. იმაზე უკეთესი ყოველ შემთხვევაში არის ვიდრე იყო. ხო, მოუფრთხილდეთ, ერთი რჩევა იქნება. რა არის შეიძლება რომ ესე ყველას არ შეეძლოს რომ მივიდეს და დაასუფთავოს, თუმცა რო არ დავყაროთ, ეგეც უკვე კარგი არის, იმიტომ რომ
რომ გაიაროთ, ბევრს ნახავთ, რომ აი მოჭრილი ხეები არის სხვა საფლავებზე დაყრილი და ეს ძალიან ცუდია. ნაგავზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ნაგავი ალბათ ყველგან არის და არ ვიცი, ყველგან სადაც მივდივარ ხდება ნაგავი. ეს კიდე ცალკე ერთი დიდი პრობლემაა. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. ეს ყველაფერი, მე მადლობას გიხდით და კიდე გავიმეორებ, რომ თქვენი ნახვებით და თქვენი კომენტარებით მე ვიღებ უდიდეს მოტივაციას და მიხარია ხოლმე, რომ ერთი სული მაქვს მე შემდეგ ვიდეოს როდის ჩავწერ, ასე რომ გამოიწერეთ არხი და დაგემშვიდობებით. მადლობა.